ახლა ჩვენ ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე ყავს თუნდაც ნინო მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად ნინო მოდი თუნდაც თქვოთ ყველა შემთხვევაში აი ამ ამბებთან დაკავშირებით კომენტარი ფაქტია რომ ეს არის ის რასაც ჩვენ გვინახავს რუსეთში და მართლა გვინახავს ბელარუსში ძალიან რეპრესიული ძალიან კონკრეტული ამოცანის დაშინების და ნებისმიერ ტიპის წინააღმდეგობის ამოქოლვის მიმართულებით ხო როგორ აფასებთ და როგორ უნდა შევხედოთ საერთოდ ამ საკითხს ვიტყოდი დილა მშვიდობიანი რომ იყოს ეს დილა მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ გვაგუებენ იმას რომ აწი არც ერთი დილა აღარ იქნება მშვიდობიანი იმიტომ რომ ეს არის როგორც მუშაობს ავტორიტარიზმი, როდესაც ის კონსოლიდაციის ბოლო ეტაპზე გადადის და ეს არის რასაც ვუყურებთ ჩვენ ახლა ვუყურებთ სისტემის ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის ბოლო ნაბიჯებს, როდესაც არც ერთი მოქალაქე დაცული აღარ იქნება. ასე ფუნქციონირებს ეს რეჟიმი და ეს არ არის რასაც ივანიშვილი თვითონ იგონებს. ეს არის რაც როგორც თქვენ თქვით, ბევრმა ქვეყანამ გამოიარა, მათ შორის უახლოეს წარსულში, სადაც ეტაპობრივად მოხდა რეჟიმების რაღაც ნახევრად დემოკრატიულიდან ავტორიტარიზმზე გადასვლა და შემდეგ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, ეს ნახეთ ბელორუსში, ეს ნახეთ რუსეთში, ეს გვინახავს ჩვენ სამეზობლოში, ვხედავთ ახლაც სამეზობლოში, სადაც მიდის მსგავსი პროცესები და ეს არის მათ შორის, რა ვიცი, გვინახავს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, გვინახავს ჩინეთში მათ შორის, ან ეს არის გათელილი გზა, სადაც ძალიან როგორ თქვა, გაწერილია ეტაპები, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. აქ რეჟიმი იმპროვიზირებს მხოლოდ მინიმალურად, როდესაც რაღაც განსხვავებული ტიპის წინააღმდეგობა ხდება, მაგრამ სქემა ერთია და მიზანი ერთია და მიზანი არის ის, რომ არა მხოლოდ ამოიქოლოს ყველა ხვრელი, არამედ საერთოდ დასრულდეს ყველა ტიპის მოძრაობა, რომელიც რაიმე ფორმით შეიძლება იყოს რეჟიმის მიმართ კრიტიკული, ან მის წინააღმდეგ მიმართული, თუნდაც დემოკრატიულ და ლეგიტიმურ ჩარჩოებში, იმიტომ რომ დემოკრატიული ჩარჩო ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს და ეს არის რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან წერტილოვნად ებრძვიან კონკრეტულ ადამიანებს და ინდივიდებს, რომლებიც მაგალითად ამ დემონსტრაციებს სათავეში უდგანან, რომლებიც აქციებს ორგანიზებას უწევენ და ამავდროულად ვინც ამ თავშეყრის შესაძლებლობას ფინანსურად უზრუნველყოფს მათ შორის იმ ფორმით, რომ ამ რეპრესიულ მანქანას რაღაცნაირად ფინანსურად წინ აღუდგება სრულიად ლეგიტიმური, გამჭვირვალე მეთოდებით მოძიებული სახსრებით, მაგრამ ეს გზებიც უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ იმისთვის რომ რეჟიმი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, ამისთვის საჭიროა რომ საერთოდ ნებისმიერი ტიპის მიმოქცევას ფინანსურს თვითონ აკონტროლებდეს, ნებისმიერი ტიპის ორგანიზებას თვითონ აკონტროლებდეს, რომელიც არ იქნება მის მიერ ორგანიზებული. ამას აკეთებს ივანიშვილი და თუ ეს რაღაც თავზე ხელაღებულობა რამე ფორმით არ შეიზღუდა სწრაფად, მაშინ რასაკვირველია ეს შეეხება არა მხოლოდ ნანუკას, არამედ შეეხება ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეჟიმის რომელიმე რიგით წარმომადგენელს თვალში არ მოუვა, იქნება ეს მისი ბიზნეს ინტერესი თუ იქნება ეს მისი პერსონალური ინტერესი, იმიტომ რომ სისტემა იქნება აბსოლუტურად ვერტიკალური და მოქალაქეებს დატოვებს დაუცველს. ასევე ჩვენ ვიცით რომ სხვა ფონდებში შევიდნენ, რომლებიც რამენერად დაკავშირებულები იყვნენ ამ პროტესტის მონაწილეების დახმარებასთან, გუგა ხელაიასთან შევიდნენ ფონდი ერთობის დამფუძნებელთან, მასთან აჩხერე გამომდინარეობს, ჩვენ ვესაუბრებთ გუგას და ვეცდებით რაღაც დროს ის გავიგოთ რა ხდება მასთან სახლში ამ შემთხვევაში. თუმცა როგორც ხვდები, სხვებთანაც ბევრთან შევიდოდნენ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ეს არის რაღაც ერთი დიდი საქმის ნაწილი. ორკესტრირებული აშკარად და თან დეტალურად ჯერ ვერ გავიგეთ, გაუგებარია თვითონ პოლიციელები თვითონ რომ კითხულობდნენ, რომ აი ამ მუხლების მიხედვით ჩვენ მოვედითო. მე რომ ესენი ეკითხებოდნენ, რომ აი რა მუხლებია ეს, აი და ეს ჩავიხედოთ სამართლის კოდექსში და გეტყვი, ანუ რაღაცა ტიპის უბრალოდ რეიდებს ატარებენ. რომლის ამოცანაც არ ამტკიცებულების მოპოვება, არამედ მართლა დაშინება არის და მეტი არაფერი, ხო? შესაძლოა მტკიცებულებების თავად შექმნა და მე ამის საფუძველზე დაკავების ფალსიფიცირება ყველა შემთხვევაში. თავისთავად აი ასეთი მეთოდებით, როცა ხელისუფლება ასე მოქმედებს, ხო? ეს წარმატების გზა არის ასეთ მომენტში, ამას მოაქვს წარმატება.
რეჟიმისთვის გააჩნია წარმატებაში რას გულისხმობთ თუ ამოვალთ იქიდან რომ მათთვის ახლა მნიშვნელოვანია ყველა გზით თუნდაც დროებით ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაშინ ეს არის მათთვის ერთადერთი გზა ძალაუფლების შენარჩუნების, იმიტომ რომ ნებისმიერი სუსტი რგოლი, რომელსაც ისინი დემოკრატიული გზით დაუშვებენ სადმე, ეს არის მათთვის მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პირდაპირი საფრთხე. ამას ცდილობენ რომ წინ აღუდგენ და ამ გზით ისინი დროებით შეძლებენ რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დროებით ვსაუბრობ იმიტომ რომ როგორც ჩანს მათ შორის ეს ნაბიჯები არის რაღაცნაირად ფორსირებული ვიდრე ისინი საერთაშორისო ასპარეზზე რაღაც ტიპის დიალოგის წარმოებას დაიწყებენ. ანუ ისინი ცდილობენ ახლა სწრაფად შექმნან ფაქტები, რომლითაც შემდგომ ერთის მხრივ ვაჭრობის ბერკეტებს მოიპოვებენ და მეორეს მხრივ უკვე თავისთვის სათავისო სიტუაციას შექმნიან, საიდანაც უკან დახევა გაცილებით უფრო რთული იქნება. მათ შორის შანტაჟის ანუ ეს ძელად აყვანახობი და ვთქვათ ადამიანებისა სხვადასხვა ფორმით ხო? პოლიტიკური პატრიოტები ამას ასამსახურებენ. დამძიმება პოლიტიკური გარემოს აი ესეც ხო გაგრძელება რომ აი მთელი ქვეყანა ძელად ამყავს. ტერორისტივით იქცევა ივანიშვილი. თუ არ დამელაპარაკებით აი დასავლეთ სამასეუნება თუ თავზე ხელს არ გადამისმევთ, უფრო მოუჭერ ამ ქვეყანას, უფრო გავანადგურებ ამ ქვეყანას, ხო? ეს არის მის ტაქტიკა. რამდენად ამართებს ხოლმე დასავლეთთან ურთიერთობაში ასეთი ტაქტიკა მათ შორის ამას რო? დასავლეთთან ურთიერთობაში ეს ტაქტიკა არ ამართლებს, ამის მაგალითიც ბევრ ქვეყანას აქვს. დასავლეთი ამ ფორმით არ ურთიერთობს ავტორიტარებთან. ჩვენ შეგვიძლია რაღაც რეალ პოლიტიკის ფარგლებში ვისაუბროთ იმაზე დემოკრატიებთან და ნახევრად დემოკრატიებთან, რომლებიც დასავლეთის მხრიდან რაღაც ტიპის მონიტორინგის რეჟიმში იმყოფებიან, იმიტომ რომ იმათ ძირითადად ფუნდამენტურად პროდასავლური კურსი აქვს აღებული. იქ რაღაც ტიპის დიალოგის რესურსს ასეთი ქმედებები ნაწილობრივ იძლევა, იმიტომ რომ ქვეყანაზე უარი არ არის ნათქვამი, რეჟიმთან თუ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი არსებობს და ამიტომ იქ შეიძლება რაღაც ტიპის ვაჭრობები არსებობდეს და ასეთი გვინახავს ჩვენ მაგალითად რამდენიმე წლის წინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმთანაც რაღაც ტიპის ვაჭრობაში შესულა დასავლეთი, ხო? იქნებოდა ეს შარმიშელის მოლაპარაკება თუ იქნებოდა ეს რაღაც გარკვეული ნაწილის პატიმრების გამოშვება, ვთქვათ, რაღაც პროპორციული სანაცვლოდ, თუ საარჩევნო სისტემის სანაცვლოდ, ანუ დასავლეთი საუბრობს იმ ხელისუფლებებთან, რომლებთანაც დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და მაშინ შესაძლებელია აი შანტაჟის ეს ფორმა, რომელიც არალეგიტიმურია, მაგრამ რაღაცნაირად დიპლომატიურ ურთიერთობებში გამოყენებადია და გამოუყენებია ივანიშვილს ამ 12 წლის განმავლობაში არაერთხელ. მაგრამ როდესაც ეს რესურსი აღარ არსებობს, როდესაც რეჟიმის კვალიფიკაცია მოახდინა დასავლეთმა და თქვა, რომ ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური, მას არ აქვს დემოკრატიული საფუძველი იმისთვის, რომ იგი სახალხო წარმომადგენლობითი მანდატით ესაუბრებოდეს დასავლეთს, მაშინ ეს იძულების მექანიზმები კიდევ უფრო ამკაცრებს ფორმებს და ჩვენ ვხედავთ, რომ საქციების პოლიტიკა ამ ქმედებების საფუძველზე არ შემცირებულა, არამედ პირიქით გამკაცრდა. ქვეყნების რაოდენობას მიემატა, ფინანსური სანქციები დაემატა, იმ პირთა წრე გაფართოვდა, ვის მიმართაც სანქციები გამოყენებული იქნა დასავლეთის მხრიდან. ამიტომ ზედაპირულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანტაჟის ეს ფორმა რეჟიმის ამ პირობებში აღარ ამართლებს, იმიტომ რომ მას ამის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ამენით ელაპარაკოს დასავლეთს. და ისიც ფაქტია, რომ ის პანჯარა, რომელიც მათ ეგონათ, რომ ღია იყო ვაშინგტონთან სასაუბროდ, ის პანჯარაზე ჯერჯერობით აღმოჩნდა, რომ არ არის ღია და არც იღება და ამ ფორმით მით უმეტეს არანაირი წინსვლა არ აქვს. სავარაუდოდ ეს რაღაც ტიპის საპასუხო ვარაუდია ცხადია, მაგრამ რაღაც ტიპის საპასუხო რეაქციასაც გავს ვაშინგტონში განხორციელებული, როგორც ჩანს წარუმატებელი ვიზიტისა. ხო, ამ თვითონში კიდევ უნდა გავიმეორო თუ შეიძლება ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. მას თავის ფონდი ჰქონდა, რომელთაც ეხმარებოდა ძალიან ბევრ ადამიანს. ჩხრეკა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სავარაუდოდ მარიამ ბაჯელიძის სახლში. ჩხრეკა მიმდინარეობს გუგა ხელაიას სახლში, ფონდი ერთმანეთისთვის. ჯერჯერობით ვთქვათ დაკავშირებული ერთმანეთთან არ არის. ყველასთან ვცდილობთ დაკავშირებას, არავინ არ იღებს ტელეფონს, მათ შორის იმიტომ რომ როგორც ჩანს გამორთული აქვს ტელეფონები, მათ შორის იმიტომ რომ პირველად ინტერესი პოლიციელების მათ შორის იყო ესეთი კომუნიკაციის საშუალებების ხელში ჩაგდება, რომ ამითი გაარკვიონ სინამდვილეში რაღაც კავშირები, კონტაქტები, ვინ ვისთან მეგობრობს,
პირადი ინფორმაცია მათ შორის აი ასეთი ამბავი არის სამი ადამიანის მართლა და ეს არ არის ოღონდ ეს კიდევ ვცდილობთ გავარკვევთ ვისთან შეიძლება იყვნენ შესულები, იმიტომ რომ წარსულში ჩვენ გვაქვს რომ შემთხვევები რომ ადამიანები ამ დროის დაკავშირებასაც ვერ ახერხებენ გარეთ, ხო? აი როცა სოფო გელავასთან და ეთო ბუზაშვილთან შევიდნენ, ეთო ბუზაშვილ ვერ ახერხებდა, ვერ გავიგე, ძალიან გვიან გავიგეთ რომ მასთან ესეთ შენერთები იყვნენ შესულები საერთოდ. არც ვიცი, აი მართლა საოცრად რეპრესიული გარემოს შექმნა არის და პირდაპირ რეპრესიები არის სისხლის სამართლის წესით. ყველა მიმართულებით დამძიმებული არის სიტუაცია. ამ დროს რა უნდა გააკეთონ პარტიებმა ოპოზიციურმა მათ შორის? როგორ უნდა შეძლონ ამ პირობებში ოპერირება და რა უნდა იყოს მათი რეაქცია ამ ყველაფერზე, როგორ ფიქრობთ? ну ამ ეტაპისთვის სამწუხარო რეალობა ის არის რომ ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკურ პარტიებს მაინც და მაინც ეფექტური მოქმედების არეალი აღარ აქვთ, იმიტომ რომ თავადაც რეპრესიების სამიზნე არიან, მათაც პრინციპში ყველა გზა თუ რა ვიცი ხმის ამოღების სივრცე შეეზღუდათ, შესაბამისად მათ არ ვიცი რამდენად უფრო მეტად შეუძლიათ რომ ქმედითი იყვნენ ვიდრე რიგითი მოქალაქე, მაგრამ რასაც ვთქვათ ისინი უნდა აკეთებდნენ არის ახლა აი ამ სივრცეში რაღაცნაირი მოქალაქეების კონსოლიდაცია, საკუთარი ძალების კონსოლიდაცია, ერთობლივი ფრონტის შექმნა და რაღაცნაირად ერთიანი ხმით საუბარი იმისთვის რომ მათ მინიმუმ კონდეთ სახალხო ლეგიტიმაცია და ხალხი უმაგრებდეს ზურგს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აი რაღაც ავტორიტარიზმის გზებზე და მეთოდებზე ვსაუბრობთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის ის, რომ თავად ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც არის ბოროტი, ცუდი და სარგებლობს უნდობლობით, მან შექმნას რაღაც დემონიზებული ალტერნატივა, რომელიც მინიმუმ ისეთივე ცუდია, რომლის მიმართაც ნდობა არ არსებობს, რომელთან ერთადაც საზოგადოება არ მოინდომებს, რომ ასპარეზზე რაღაცნაირად მას გაყვეს ან მასთან ერთად წამოვიდეს და ეს არის ოლიგარქის ძალიან კონკრეტული ამოცანა და იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ რეალური ოპოზიციიდან შეექმნა საფრთხობელა და ხალხის თვალში რაღაცნაირად მორალური უპირატესობა წაერთმია ოპოზიციისთვის, რომ ხალხს ეთქვა, რომ ეს ხელისუფლება კი საიზღარია, მაგრამ ნუ ოპოზიციაც ხო საიზღარია და მე ხლა ამათ რატო უნდა დაუჯერო და რატო უნდა გავყვე. ეს არის მეთოდი საზოგადოებასთან ბრძოლის, ეს არის მეთოდი სახელმწიფოსთან ბრძოლის იმისთვის, რომ დემოკრატიულად საზოგადოებამ ვერი ფუნქციონიროს და ეს აქამდე საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ასეთი რეალობაა, რომ ალბათ ყველა მოქალაქე თავის თავზეა დამოკიდებული, თუმცა პოლიტიკური პარტიები კარგი იქნებოდა რომ რაღაც ტიპის ლოკომოტივს რაღაც წინა ხაზს შექმნიდნენ იმისთვის რომ მოქალაქე მოდნავ უფრო დაცულად იგრძნოს თავი და ამ პოლიტიკური პარტიების მიმართაც შედარებით ნდობა ამაღლდეს. ხო, ყველა შემთხვევაში ახლა რაღაც სხვა ტიპის ორგანიზება არის აშკარა საჭირო. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს სიტუაციის დამძიმება, ხო? პირველ რიგში კონსოლიდაცია საჭირო. შეუძლებელია რომ რაღაც სამი თითქმის პარტია იყოს, ბარიერი გადავა. ხო? ვერაც ხარ. ვერანაირ ტიპის ფრაგმენტაცია და ამ ტიპის რეპრესიებს ვერ მოერევი და ვერანაირ ვერ იქნება ამ ყველაფერზე რეაქცია. ხა აქ არის ვინ მოხვდება ამ რეჟიმის ხელში, აი მართლა შერჩევითი მეთოდით. ნანუ გაჟორჟოლიანის შემთხვევაში გასაგებია. აი არიან ადამიანები საერთოდ რატომ მოხდნენ ამ პირობებში ვერ რატო არიან ციხეში მათ შორის და ასე ამ მომენტში ასე დაჭერდა ხელისუფლებას, ხო? და ასე გამოიყენეს, ხო? ძალიან მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ ახლა ნინო ჩვენ საუბრობდით მათ შორის ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორთან ნინო კალანდაძესთან ერთად აი ამ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.